თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საკუთარი ადვოკატის გიორგი ონიანის დაკავებას Facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა. მისი თქმით, აშკარაა, რომ დღეს საქართველოში ყველა საგამოძიებო ორგანო მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩემი მეგობრის და ადვოკატის დაკავება არის მცდელობა, შეაფერხონ ჩემი დაცვის უფლების განხორციელება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ გოგას მსგავსი ადამიანების დაკავებით, რომლებიც უზომოდ ერთგულნი არიან საქართველოსი, თავისი საქმის და მეგობრების დარტყმას აყენებენ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო. ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებას გმობს ნაციონალური მოძრაობაც. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატის დაკავება პოლიტიკურია. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ონიანის პასუხისგებაში მიცემა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ბაჩო ახალაიას საქმეში მიღწეულ წარმატებებს უკავშირდება. სრულიად ცხადი არის, რომ ბრალი, რომელიც ადვოკატ ონიანის წინააღმდეგ არის წაყენებული, არავითარ თანხმედრაში არ არის კანონის ნორმებთან, აქ საუბარი არის დაახლოებით 4 წლის წინანდელ შემთხვევაზე, თითქოს და უფლებამოსილების გადამეტებაზე. თვით ეს მუხლი უფლებამოსილების გადამეტება არის კლასიკური მუხლი გამოყენებული იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მათ დაპატიმრებას და მათი საქმიანობის შეზღუდვას და ბლოკირებას. მე არ ვიცი რა საქმე ამოჩიჩქნეს და შეთითხნეს გოგა ონიანის წინააღმდეგ, ისევ გეუბნებით, ჩვენ მქონდა ეს ინფორმაცია, რამოდენიმე ადამიანი მოვიდა ჩვენთან, რომ მათ აძალებდნენ გოგა ონიანზე ხელის დადებას. კიდე ერთი ნათელი მაგალითია პოლიტიკური ზეწოლის და შერჩევიდი მართლმსაჯულების გოგა ონიანთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, პროკურატურას და გადაწყვეტილი აქვს ადგილობრივ არჩევნებამდე ყოველ კვირაში პოლიტიკურ პარტიას მიაყენოს ესეთი სახის ზიანი, ვინაიდან ამ ხელისუფლებას სხვა იარაღი აღარ დარჩა, ეს ხელისუფლება შეშინებული. საპარლამენტო უმრავლესობა ბაჩო ახალაიას ადვოკატის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, ის პროკურატურის პროფესიონალიზმში დარწმუნებულია. გიორგი ვოლსკის განცხადებით, გოგა ონიანს მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული და თუ ის თავის გამართლებას შეძლებს, სასიხარულო იქნება. მე დარწმუნებული ვარ პროკურატურის შემადგენლობა, ხელმძღვანელი შემადგენლობა, მათ შორის ვისაც ვიცნობ პირადად. ეს არ არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ დევნას განახორციელებენ. ეს არის ფრიად განათლებული ახალგაზრდა ხალხი, რომელიც ორიენტირებულია წესრიგის დამყარებაზე ქვეყანაში. იქნება ეს ადრეც მეთქვია ბევრჯერ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ქართული ოცნების თუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკური ჯგუფის პასუხს აგებს თუ დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩვენ ვათრექცა ნაციონალურ მოძრაობას, რომ ყველა თემით პოლიტიკურად სპეკულირებს, ვინც არ უნდა დააკავონ, ტექსტი გამზადებული აქვს, რომ ეს კაცი მაჟორიტარი უნდა ყოფილიყო სადღაც. და ამით რაღაცა იმის ფონს ვქნით თითქოს, რომ ჩვენ წინასწარ ვაკავებთ იმას, ვისაც შეიძლება ღამე დაესიზმრა, რომ მეორე დღეს უნდა მაჟორიტარი ყოფილიყო სადღაც. რომ ამით მე ძირითადად დასავლეთთან და არა შიდა მოხმარებისთვის ნაციონალურ მოძრაობამ დაიწყოს წუწუნი, რომ იცით რა, ჩვენი პარტიის ლიდერები დააკავეს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ და 100% უნდა გაემარჯვონ. ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავება იყო საკანონმდებლო ორგანოს წევრებისა და ელჩჰაიდე მარია გიურერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი. ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საპარლამენტო უმცირესობამ მთავრობის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები გააცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ჰაიდე მარია გიურერს უთხრეს, რომ ხელისუფლება პროკურატურის საქმიანობაში არ ერევა. რა თქმა უნდა, გიორგი ონიანის დაპატიმრება ეს არის ის აბსოლუტური წითელი ხაზი, რომელიც გონიერების მიღმა არის და საღიაზრის მიღმა არის, იმიტომ რომ დააპატიმრო ადვოკატი ისეთ ვითარებაში, როცა მას მიყავს სერიოზული პროცესი, დააპატიმრო ადამიანი, რომელიც კიდევ ერთი არის იმ რიგში, ვინც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში, ეს ყველაფერი გააკეთო ადგილობრივ არჩევნების წინ, როცა გაქვს იმისი ამბიცია, რომ ეს არჩევნები იყოს ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული, არის აბსოლუტური უგუნურობა. დაგვისვა შეკითხვა ონიანთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე რაღაც განკვირვებული პასუხი, განსაკუთრებული პასუხი არ გვაქვს. ეს ადამიანი არის დაკავებული გარკვეული ბრალდებების საფუძველზე. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც
ადამიანს აკავებენ, უშვებენ და კიდევ ერთი მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი ეს არ უნდა გახდეს, იმიტომ რომ თუნდაც სასამართლო სისტემაში დღეს მუშაობენ მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს არიან დანიშნულები. ბაჩო ახალაიას ადვოკატის დაკავება შეაფასა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმაც. მისი თქმით, არჩევნებამდე ოპოზიციის წევრების დაკავება გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის განცხადებებზე, თუმცა ნებისმიერ დროს, როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციის ფიგურებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და შეშფოთებები. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, გიორგი ონიანის დაკავება სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილის დაკვეთით მოხდა. მისი თქმით, ონიანის დაკავება პირდაპირ კავშირშია იმ პოლიტიკურ ზრახვებთან, რასაც ხელისუფლება სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში ახორციელებს. ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ ზეწოლაში, მათ უნდა დაეკისროთ სისხლსამართლეების პასუხისმგებლობა და საერთოდ გოგა ონიანის დაკავება, მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის გარეშე გამოხდებოდა, ეს იყო წინასწარ შეთანხმებული, ჩემი აზრით, დაგეგმილი აქცია ადვოკატ ონიანთან მიმართებაში. ღარიბაშვილი წავიდა ამერიკაში და რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მან თავიდან აიცილოს, დაიბარა ეთყობა, რომ გოგა ონიანი აუცილებლად უნდა დაეკავებინათ, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს გოგა ონიანი ძალიან უშლიდათ მათ ნერვებს თავისი განცხადებებითა და ბრძოლით, რომ დაეცვა ნებისმიერ სამართლებრივ საშუალებებით თავისი კლიენტი. გიორგი ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაცია ხვალ 11 საათზე მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. პარალელურად აქცია გაიმართება ქუთაისშიც.